დანაშაულის თანამონაწილეა ყველა, ვინც ამაზე თვალი დახვეჭა. ეს განცხადება ქრისტიანი დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჭადრაკის სასახლეში გააკეთა. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პარტიის ლიდერებმა საშინელ ახსნილების სისტემაში გამოკვეთილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით სხვადასხვა ორგანიზაციები წლების განმავლობაში ცდილობდნენ საზოგადოების ინფორმირებას მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამის რეაქცია არ მოჰყოლია. ქრისტიანი დემოკრატები ყველა საპროტესტო აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. რატომ გაკეთებულიყო ამ ქვეყანაში? ეს იქნებოდა გზა, თუ იქნებოდა ხიდი, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისი პირადობის მოწმობის ასაღებად, ეს ყველაფერი არაფერია იმ უბედურებასთან, იმ სისაძაგლესთან შედარებით, რასაც ეს ხელისუფლება ჩადიოდა ადამიანებთან მიმართებაში. ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება უკვე იქნებოდა გადამდგარი საკუთარი ნებით. იმ სკანდალის შემდეგ, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. იმ ბრალდებების შემდეგ, რაც მილიონობით ადამიანმა იხილა. ნებისმიერი მთავრობა უკვე გადამდგარი იქნებოდა საკუთარი ნებით. სამწუხაროდ მთავრობა გადადგომას არაპირებს. სამწუხაროდ არაპირებს, რომ პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს, ვისაც ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ნებისმიერი მთავრობის სხვა ქვეყანაში პირობებში თანამდებობიდან უკვე მოხსნილი იქნებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და უფრო მეტიც. პროკურატურას უკვე დაწყებული ექნებოდა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება. ნებისმიერ ქვეყანაში არა მარტო თანამდებობიდან იქნებოდა გადამდგარი, არამედ პროკურატურას ასევე ექნებოდა უკვე საქმის წარმოება დაწყებული ქალბატონი კალმახელიძის მიმართ. საშინელ ახსნილობის დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტში ხელისუფლებასთან ერთად ლეიბორისტ